iCloud Mac. პირველი საინტერესო ფოტო გვაქვს. ხიომორებთან ერთად. აქ ვარ დაახლოებით ალბათ 24-ის გათხოვილი ვარ და მეუღლეს ჯგუფი ყავდათ თანამშრომლების, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას დადიოდნენ ბაკურიანში. წამიყვანეს მეც, წავყევი დიდი სიამოვნებით და პირველად დავდექი მაშინ თხილამურებზე და სხვათა შორის ტრამვარი მიღია. გამოგივიდეს რეალურად. არც აქცეულო. აქ რა ხდება? აქ ამ ფოტოს მაშინვე დავარქვი სამი პირველკურსელი ბატი. რაც თავარია ყოველ წელს ვიძახდით, რომ ეხლა 1 სექტემბერს ეს პირველკურსელი ბატები მოვლენ, თუმცა ჩვენ არ ვიყავით იგივე ბატები, რაც ყოველ წელს ხდებოდა. მე გითხრა, რომ ტრენდი დღესაც არის და არის. ძალიან შემორჩენილი ტრენდია, როგორც ეს არ შეცვლილა ეს ამბავი. აი უსაყვალეს ფოტო, აი დღეს ეძახიან მაგას candid ფოტოებს. ეს იყო ახალი ჩამოტანილი იყო ფოტო რა ქვია ბოქსები. ფოტობოქსები, ხო. სადაც და პირველად მოვხვდით ამ ფოტობოქსში. არ ვიცოდით ხელისად მიგვეჭირა. არ ვიცოდით სად რა უნდა გვექნა. ეტყობა ეს გაოცებული თვალები მაქვს, რომ ფოტო გადაგვეშეს. აიგარია. აი ეს ფოტო მაინტერესებს. შენი დღემდე შემორჩენილი დაკალები. ეს ხო, ეს ჩემი ფოტოაპარატითაა გადაღებული, ერთ-ერთმა ჯგუფებმა გადაგვიყო. მე სახში ბეჭდავდი ამას, მქონდა ეს ჰობი, რომ დაგქონდა ექსკურსიებზე ფოტოაპარატი, მე ვამჟღავნებდი, ოთახში ბეჭდავდი და მე ვარიგებდი. მე მგონი აი შენ გარმა გამოყოლილი რომ ეს ვიყოს გადაღება. რაც შეიძლება ადრე მინდოდა ხოლმე სამსახურიდან გამოქცევა, რომ მე ბევრი რამე მოგვესწრო. ხედავ ჩამომდგარია ძალიან დიდი ეშელონი, თავი ბოლო არ უჩანს. და არა და გვეჩქარება, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ დაგვინახოს უკნიდან და აი დაგვიძახონ სად მიდიხართ მობრუნდით. სამსახურში მოგაბრუნონ უკვე? ხო, სამსახურში დაგვაბრუნონ და რა ვქნათ და მოდი გავძვრეთო. კი ბატონო, გაძრა 1, გაძრა 2, გაძრა 3 და კიდე მეც ჩავყვინთე ამ ორ ბორბალ შორის გავდივარ და შუაში არ ვარ მისული რომ უცებ ცუდი ხმა გავიგონე ჭახანის და ეს დიდი ბორბალი დაიძრა ჩემს კეთილად მოდის. არის ეტყობა. არის ყავისახლი და გასაშვები დედა რა. არა, ეტყობა თვით გადარჩენის ინსტინქტი არის. გაძვერი მე. თუ უკან გამოხდი? არა, საერთოდ მიდიოდა მატარებელი იქითკენ ნელა და გამოძვერი და მოძრაობაში გახვედი ნელა. მოძრაობაში გავედი. ყოჩავდე და მეტი მასე აღარ გააკეთო, კარგი? აითვლებოდა შენ დროს მე ამბოხეობად. ყველაზე დიდი მთლიანად ერის ამბოხი, რა თქმა უნდა, 99 წლის 9 აპრილი იყო. როცა ეს ფარდა ჩამოვარდა და მე მგონი ჩვენ დაგვეცა ეს რკინის ფარდა თავზე ჩამოგვემხვა, ასე ვთქვათ, 9 აპრილს, 99 წლის 9 აპრილს. პირადი ამბოხებიც მქონდა მე მაგალითად სკოლაში, როდესაც რაღაცა ისეთი იყო, რომ ცოტა მინდოდა რაღაცა გამომეხატა ჩემი პროტესტი. მქონდა ძალიან გრძელი თმები, ძალიან განსხვავებული ფერის. ავდექი და ერთ ზაფხულს რო წავედი სოფელში, ჩემ მამიდაშვილს თხოვე და აი ესე გადავიღრიჯნე, რო ეთქვი. შენ კლუბოვამდე. შემდეგ ჯერითები ხო არ მოსწონს? შევიჭერი, ხო. ეს იყო რაღაცა გაპროტესტება რაღაც პირობების, ხო, ეს იყო ჩემი პროტესტი. ყველას როგორც შეუძლია ისე გამოხატავს. ხო, თავისთავად. იმ პერიოდში რო ჩემი კონტენტი ყოფილიყო, რასაც დღეს ვაკეთებ. რომელიმე არხს ძაღლებისა თუ კიდე მოტოების გამოიწერდი? რა თქმა უნდა, ძაღლების ყველაზე პირველად. აჰა. შენ რო ქონოდა მსგავსი სოციალური ქსელი რა კონტენტზე აწყობდი მაგას? მე რომ მსგავსი სოციალური ქსელი ქონოდა ჩვენ დროს რო ყოფილიყო რაიმე, ალბათ მოგზაურობა კულინარია, ოღონდ ტკბილეულობა. აჰა. ძალიან მაგარია. ყოჩაღ დუ მაგარი ხარ.